მოგესალმებით, ჩვენ კვლავ რონდელის ფონდში ვართ, ვაგრძელებთ ჩვენ რონდელის ფონდის მიმოხილვას საერთაშორისო ურთიერთობებზე, უსაფრთხოების საკითხებზე და გლობალურ მნიშვნელობის საკითხებზე ანალიზს და ასევე ძალიან ესეთ პროგნოზებს შემოგთავაზებთ ჩვენი კოლეგებისგან. დღეს უნდა ვისაუბროთ ბუნებრივია ყველაზე ცხელ და მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც ამ დღეებში, ამ ბოლო საათების განმავლობაშიც კი ვითარდებოდა და ამ თემებზე სასაუბროთ გლობალურ უსაფრთხოებაზე, ტარიფებზე, რუსეთის ომი უკრაინაში და ბევრი სხვა საკითხი. ამ თემებზე სასაუბროთ მოწვეული ყავს დღეს გიორგი ბადრიძე, ჩვენი კოლეგა, უფროსი მკვლევარი რონდელის ფონდის და წარსულში დიდი დიპლომატიური გამოცდილებით დიდი წარდგენა გიორგის არ ჭირდება. გიორგი, მოგესალმები. რას თან გვაქვს საქმე დღევანდელ მსოფლიოში და ესეთი განმაზოგოდებელი შეკითხვა რომ დავსვათ. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ტრადიციული მსოფლიო დღის მსოფლიო გლობალური წესრიგი იცვლება. ალბათ ბევრი შეიძლება გამათის ვაღარ ჭირდება ამას, მაგრამ როგორ იცვლება, საითკენ იცვლება, რასთან შეიძლება რეალურად გქონდეს საქმე უახლოესი პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ ბევრი წერტილებია, ბევრი მიმართულებებია, ბევრი თემებია, რომელიც აი ამის საფუძველს ქმნის ჩავთვალოთ, რომ არსებული, აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგი აღარ იქნება ისეთი როგორიც იყო და რა იქნება ახლო მომავალში. პირველი თუ ვინმეს აქვს შეგრძნება, რომ ცხოვრობ რაღაც ისტორიულ მომენტში, სწორი შეგრძნება, ჩვენ ვართ ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპზე. ოღონდ მეორეს მხრივ ეს არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს, ჩვენ თაობას უცხოვრია 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქუჩაში გაშლა იყო პირდაპირ ნიშნავს სახიფათო და ნახევარი თბილისი გადაიწვა. ჩვენ მშობლებს ახსოვთ ბევრად უფრო დიდი ჩვენი მშობლების თაობას ბევრად უფრო დიდი გაჭირვება და მეორე მსოფლიო ომი და ასე შემდეგ. და მსოფლიო ისტორიის ბუნებრივი განვითარების ლოგიკაა, როდესაც პერიოდულად იცვლება მსოფლიო წესრიგი, რომელიც რაღაცა ხნის განმავლობაში არსებობს. მოდით ჯერ ვთქვათ, რა იყო ის მსოფლიო წესრიგი, რომელიც აქამდე არსებობდა და ჯერ ბოლომდე არ არის მოშლილი. ის ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატების ლიდერობით. საერთოდ შეერთებული შტატების საკუთარი ფასეულობების, საკუთარი ზოგჯერ იდეოლოგიური წარმოდგენების გავრცელებამ დანარჩენ მსოფლიოში ეს მსოფლიო შეცვალა და ვინც ამას უწოდებდა განსაკუთრებით ცივი ომის დასრულების შემდეგ ერთპოლუსიანი ამერიკული ჰეგემონიის სამყაროს, ცოტათი აზვიადებდა ერთის მხრივ, იმიტომ რომ ეს სამყარო ბოლომდე არასდროს ყოფილა სრულად და მას არასდროს მოუწევს მთელი მსოფლიო, მაგრამ ის ნაწილი მსოფლიოში, სადაც ის გავრცელებული იყო, ეს ამერიკის მიერ დომინირებული მსოფლიო წესრიგი. ყველაზე მისი არაკეთილმოსურნეებიც ალბათ იძულებულია აღიარონ, რომ დანარჩენ მსოფლიოზე უფრო მაღალი კეთილდღეობის, უფრო მაღალი სამართლიანობის, სოციალური, სამეცნიერო, ჰუმანიტარული ყველანაირი განვითარების მქონე ნაწილი იყო და სწორედ ამიტომ იყო, რომ აი ამ ამერიკის გავლენის სფეროს თუ უწოდებთ ამ ნაწილს მსოფლიოსი, ხო? მასში გარბოდა მთელი მსოფლიოს ყველაზე გნებავთ გაჭირვებული და ყველაზე წარმატებული ადამიანები. ანუ ამერიკული სამყაროს ყველაზე დიდი პრობლემა იყო წარმომდინარე მისი წარმატებიდან. იმიგრაცია და ასე შემდეგ. და დღეს ჩვენ ვაკვირდებით სწორედ მომენტს, როდესაც შეიძლება ვინმე ასეთ შეაფასოს, რომ აი ამერიკას აღარ სურს იყოს ლიდერი ამ სამყაროს, მას სურს იმოქმედოს უფრო ეგოისტურად, როგორც მოქმედებს უამრავი სხვა დიდი ძალის მქონე ქვეყანა და ეს კიდევ ავიწყდებათ ხოლმე. მართალია
ჩვენ ქვეყანაშიც და მით უმეტეს ამერიკის მოწინააღმდეგე ქვეყნებში სულ ამბობდნენ, ლაპარაკობდნენ, რომ აი ამერიკა დაცებლურ რაღაცნაირ ჰეგემონისტურ პოლიტიკას აწარმოებს, მაგრამ სოფლიოს ისტორიაში დაბეჭდებით შემიძლია გითხრა, რომ არ ყოფილა არც ერთი სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ამხელა ძალა, ამდენად აღმატებული ყველა სხვის ძალაზე და ამდენად ხშირად ემოქმედოს საერთო კეთილდღეობისთვის და არა საკუთარისთვის. აი ამ ხელა განსხვავებით ძალაში შეერთებულ შტატებს შეეძლო გამხდარიყო ნამდვილი იმპერია. იმპერია არა გავლენებით, არა საკუთარი წარმოდგენის გავრცელებით, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, არამედ ფიზიკურად შეეძლო დაეპყრო მთელი ნახევარსფერო სულ მცირე და ის რომ მე-19 საუკუნეში ჯერ ჩამოყალიბდნენ და მე დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, ეს მარტო ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურება, როდესაც მან გამოაცხადა ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინა და აუკრძალა პირდაპირ მნიშვნელობით ევროპულ იმპერიას, რომლებიც იყვნენ ექსპანსიის ძალიან სწრაფი განვითარების პერიოდში, ამ ახლად დაბადებული სრულად უსუსური და ძალიან ხშირად სასაცილო ქვეყნების დაპყრობა და კოლონიზაცია. და შემდეგ, როგორც თქვი, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი ძალა არაპროპორციულად დიდი აღმოჩნდა ყველა სხვასთან და იმის ნაცვლად რომ უბრალოდ შტაენთქა აი მასზე უფრო სუსტი ქვეყნები, მათ შორის მის მიერ მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული ქვეყნები, იგივე დასავლეთ ევროპაში გერმანია, იაპონია, იმგვარად მოიქცა, რომ ეს ქვეყნები ჩამოყალიბდნენ სუვერენულ და მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოებად. აი ეს ეპოქა შეიძლება დამთავრდეს. ხო, და უნდა დავამატოთ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ანუ გლობალურ დაპირისპირებაში ალტერნატიულ მოდელთან ამერიკულმა მოდელმა დასავლურმა კოლექტიურად გაიმარჯვა და აი აქ მე ვიხილეთ ამ დასავლური ამერიკის ლიდერობით სამყაროს გაფართოება ცენტრალურ ევროპაზე, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილზე და ზოგიერთ ჩვენსავეთ ქვეყანას არ გაუმართლა და ჩვენ აღმოჩნდით აი ამ ნაცრისფერ ზონაში. და აი ჩვენ ახლა ამ პოსტ ცივი ომის დასრულების შემდეგ არსებული მსოფლიო წესრიგის დასასრულს ვუყურებთ, ან პოტენციურ დასასრულს შეიძლება ყველა ჯანმრთელობის კრიზისი ლეტალურად არ დამთავრდეს, მაგრამ დღეს ჩვენ ვუყურებთ მსოფლიო წესრიგის სიკვდილის წინა კონვულსიებს, რომელშიც და რა უნდა შვას ამ არსებულმა ვითარებამ, როგორია მოლოდინები, როგორია რა ჩანს ჰორიზონტზე. აი ახალი ადმინისტრაციის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ აი მთელი მსოფლიო დუხს რეალურად, როდესაც აი ეს სატარიფო პოლიტიკა, იქ სამშვიდობო ინიციატივები და მცდელობები მუხარით მშვიდობის მიღწევა, იქნება ეს რუსეთის ომი უკრაინაში, თუ იქნება ეს ირანის ბირთვული პროგრამა, თუ ზოგადად შუა აღმოსავლეთში სიტუაციის მოწესრიგება, ხო? ის ახლაც საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მაგარი პროექტია ღაზის სექტორის ასე განვითარება, სადაც მერე იქ ყველა იცხოვრებს. აი ეს ამერიკის შეერთებული შტატების ამ ადმინისტრაციის ასეთი ხედვა, ასეთი მიდგომა, ასე მართლაც მთელი მსოფლიოს ამოყირავება დაწესებული მანამდე თამაშის წესების და სხვა მოთამაშეების, ევროკავშირის, ევროპული კავშირის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩინეთის, ასევე იაპონიას, სამხრეთ კორეის, აი ამ დიდი მოთამაშეების და მისი მეზობლების, კანადის განსაკუთრებით და მექსიკის. აი ამათი ინტეგრაცია როგორ მოხდება და როგორ შეიძლება დავინახოთ რა შეიძლება აღმოცენდეს აი იმ წარმავალი მსოფლიო წესრიგის ადგილას. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად გაერო თავის ფუნქციას კარგავს, ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ეფექტიანობის და რაღაცა აღსრულების, გადაწყვეტილებების და
ვისაც ძალა აქვს მარტივად რომ თქვა, სადაც ინტერესი აქვს, შეიძლება იმ შედეგს მიაღწიოს. ამ ვითარებაში რას მივიღებ? ხო, თუ ეს რეალურად დასრულდა იმით, რომ შეერთებული შტატები უბრალოდ განუდგა მის მიერვე ჩამოყალიბებულ მსოფლიო წესრიგს, რისკები ძალიან სერიოზულია. შეგახსენებთ, რომ ასეთი რამ უკვე მოხდა პირველ მსოფლიო ომში შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც არ ქონია განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან არანაირი იმპერიალისტური ამოცანები, შეიტანა გადამწყვეტი წვლილი და შემდეგ ლიდერობა მოახდინა ომის შემდგომი ახალი სამყაროს წესრიგის ჩამოყალიბებაში, რომლისთვისაც უნდა სახე მიეცა ერთა ლიგას. და შემდეგ ამერიკელი ხალხის არჩევანით შეერთებული შტატები თავად არ გახდა ნაწილი და მით უმეტეს აღმსრულებელი იმ წესებისა, რომელიც თვითონ შესთავაზა სუმცირე ევროპას, ხო? და რა მივიღეთ, რომ ის სოფლიო წესრიგი ჩამოიშალა კატასტროფულად, რადგან აგრესორმა სოფლიოს სხვადასხვა კულტურიდან, სხვადასხვა რეგიონიდან, სხვადასხვა პოლიტიკური სისტემისა ჩათვალეს, რომ არაფერი დაუდგება წინ მათი ინტერესების განხორციელებას. და ეს ინტერესები, როგორც წესი, აუცილებლად ეროვნული ინტერესი არ იყო, ზოგს იდეოლოგია ამოძრავებდა ძალიან უცნაური, ზოგს რაღაცა გლობალური ბოდოები მსოფლიო კომუნიზმზე და ასე შემდეგ, რომელიც სინამდვილეში შეფუთვა იყო ტრადიციული რუსული იმპერიალიზმის. აი, ეგ არის ძალიან უცნაური თავისებურება რუსეთის, რომ რუსეთში იცვლება პოლიტიკური სისტემა, იდეოლოგია, მაგრამ მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის მოქმედებდა ექსპანსიონიზმი, ტოტალიტარიზმი, შიგნით და ცდილობა რომ დაიპყროს რაც შეიძლება. არსებობს ესეთი ცნობილი ნათქვამი, ძლიერები გააკეთებენ იმას, რაც საჭიროა და სუსტებს მოუწევთ ამ ყველაფრის მიღება. მათინებისაც პრობლემა იმაშია, რომ დაალაგდეს. პრობლემა იმაშია, რომ ამ ძლიერების სამყარო რომელზედაც სულ აქცენტს აკეთებენ ხოლმე და არსებობს მთელი მიმდინარეობა საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებაში, ძალთა ბალანსის და ასე შემდეგ. ეს ძალთა ბალანსი ყალიბდება ხოლმე როგორც წესი ძალიან სისხლისღვრელი და კატასტროფული ყველასთვის კონფლიქტების შედეგად და არძლებს ძალიან დიდ ხანს და შემიძლია ჩვენს მსმენელს მოუყვანო მაგალითები, რამდენ ხანს იარსება ვესტფალიის სამშვიდობო სისტემამ, ვენის კონგრესის მიერ შემქმნილმა ევროპის კონცერტმა და ასე შემდეგ. როგორც წესი დიდ ხანს არძლებს ეს ძალთა ბალანსის სისტემაზე ჩამოყალიბებული სტაბილურობა მთავრდება ძალიან ცუდად და ამ სტაბილურობაში ჩვენნაირი ქვეყნები პირველ რიგში არიან დაჩაგრული და მერე ერთი თუ მეორე ძიდი ქვეყნის ამბიციის გამო ყველაფერი ისევ იშლება და შეგახსენებთ, რომ აი სანამ ამერიკული ლიდერობით არ ჩამოყალიბდა ახალი გლობალური და პირველ რიგში ევროპული სისტემა, მაგალითად იგივე საფრანგეთსა და გერმანიას შორის საშუალოდ ყოველ 40 წელში იყო ომი და ზოგჯერ კატასტროფული. ეს მარტივად, ანუ ძირითადად მათი ომები და ბევრი სხვა ევროპის და არა მარტო ევროპის ისტორია იყო პრაქტიკულად ომების და კონფლიქტების ისტორია, სანამ ვიხილეთ ახალი მოდელი თანამშრომლობისა, ინტეგრაციისა, რომელმაც სოფლიო ისტორიაში მოიტანა ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი მშვიდობა ევროპაში და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში, ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ სისტემაში და უწყვეტად მზარდი ეკონომიკური კეთილდღეობა. არ ყოფილა ამდენ ხანს სოფლიო ისტორიაში მშვიდობა და ნუ ახლა პაქს რომანას ნუ შევეხებით, იმიტომ რომ ის არ იყო თანამშრომლობის მშვიდობა, ის იყო ერთი ქვეყნის მიერ დაპყრობა ყველას, რომელიც ქვეყნებიც არ იყვნენ. მე არ ვთვლი, რომ აი ის სისტემა, რომელიც აქამდე არსებობდა, რომელიც არ იყო იდეალური, უამრავი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ვიმეორებ, იყო კაცობრიობის ისტორიაში ჯერჯერობით საუკეთესო, მასზე უკეთესი არ გქონია.
არ ვთვლი რომ ის შეუქცევადად მოკვდება და აღარ იარსებებს. მიზეზი რის გამოც ის არსებობდა იყო რომ ჩავაზუსტოთ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი როგორია? აი მაგის თქვას ვაპირებ ახლა. ის ჩამოყალიბდა იმის შედეგად რომ ამერიკელმა ლიდერებმა დაარწმუნეს თავიანთი ხალხი, რომელიც ყოველთვის მიდრეკილი იყო მაინც უფრო იზოლაციონიზმისკენ. ამერიკელი ფერმერი იყო, ბიზნესმენი იყო, რაღაცა არასდროს არ იყო გაზრდილი, განსჭვალული რაღაცა მესიანისტური იდეებით, რომელსაც თავში უჭეჭყავდნენ ზოგიერთი ევროპელი და განსაკუთრებით რუსი იდეოლოგები თავიანთ ხალხს. აი მაგალითად რუსის მთელი მსოფლმხედველობა იმაზე რომ არაუშავს რომ შენ ღარიბი და უუფლებო ხარ შენ ქვეყანაში მთავარია შენი ძერჟავა იყოს ძლიერი და დაიპყროს სხვები. ხო? ან იყო ევროპაში სხვა იდეოლოგიები, სხვა ცივილიზებული გერმანელი ერიც კი დაარწმუნებს რაღაც ეტაპზე რომ ყველაფერი ვიღაცის ბრალია და შენ იმსახურებ უკეთეს და ამიტომ ჩვენ უნდა რაღაცა ვქნათ. ამერიკელებს ესეთი იდეოლოგია არც არ ქონიათ. მაგრამ რაღაც ეტაპზე მათმა ლიდერებმა დაარწმუნეს რომ შენივე კეთილდღეობისთვის და იმ კარგი ფასეულობებისთვის რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენ მარტო ჩვენ ნაჭუჭი კი არ უნდა ვიყოთ, უნდა ეს სისტემა დემოკრატიული ურთიერთობების სისტემა გავავრცელოთ დანარჩენ სამყაროზე. დღეს მათმა ლიდერმა ამ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაარწმუნა, რომ ჩვენ ტყუილა ვიხდით ვიღაცის უსაფრთხოებაში, ვიღაცის კეთილდღეობაში, ყველა ჩაგრავს ეკონომიკურად, ყველა გვატყუებს და მოდი შემოვიფარგლოთ აი ამ ტარიფების ღობით და თქვენ დაპირება ესეთი იყო. რომ თქვენ უკეთი ცხოვრებთ, რომ მე მოვაგვარებ მსოფლიოში ომების საკითხს და მე გაგიუმჯობესებთ ეკონომიკურ მდგომარეობას პირველივე დღიდან. ნუ მე რო აღმოჩნდა რომ ეს პირველივე დღიდან არის რატო ხსნიან რომ არა დრო დაჭირდა, მაგრამ მაინც უკეთ იქნებით. მაგრამ როდესაც ეს ხალხი დაინახავს რომ თურმე ის გლობალური წესრიგი რომელშიც ამერიკას ქონდა ინვესტირებული უფრო მეტი ვიდრე ვინმე სხვას. თურმე ამერიკის კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე ახდენდა ძალიან მნიშვნელოვან გავლენას, რომ ის კეთილდღეობა, რომელიც ამერიკას ჰქონდა, რომელმაც ის აქცია მსოფლიოს კიდევ უფრო ძლიერ ქვეყანად და შეგახსენებთ, ტრამპი უმტკიცებდა ამერიკელებს, რომ ჩვენ დაგვაქცია სხვებზე ზრუნვამ, მაგრამ თუ შეხედავ ეკონომიკურ მონაცემებს, როგორ დაგაქცია, როცა მსოფლიო ეკონომიკის 26% იყავი, სანამ შენ მოხვიდოდი. და რომ შენი ყველაზე ღარიბი შტატი ალაბამა უფრო მდიდარია ვიდრე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი რეგიონის ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. და როდესაც ამერიკელი მოქალაქე ამას უფრო ნათლად დაინახავს, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის მაინც მიემხრობა იზოლაციონიზმში დაბრუნებას, მაგრამ თუ დაბრუნდა და რო უპასუხო შენს ქვეყანას, მაშინ არაფერი ახალი არ იქნება, დიახ, ჩვენ დავბრუნდებით რაღაცა ძალთა წონასწორობის მდგომარეობაში, ოღონდ ეს ძალთა წონასწორობა მიიღწევა სამწუხაროდ კონფლიქტებით და 21 საუკუნეში ამ კონფლიქტს აქვს რისკი, რომ ეს კონფლიქტი იყოს კატასტროფული. აი ამაშია პრობლემა. ბოლო შეკითხვა უნდა თაქისა, რომელზეც ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და ისედაც ზოგადად მარჩიელობა და პროგნოზი ძალიან უმატური საქმეა და არ დაფასებული არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ვინაიდან ამდენჯერ ამ ჩვენი საუბრის დროს ახსენე კონფლიქტები, ზოგჯერ უფრო მასშტაბური ეს კონფლიქტებიც არის ორი ცხელი კერა არის, ერთი ცალსახად არის რუსეთის ომი უკრაინაში და აქ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს რომ ეს გადააბაროს რაღაცნაირად, ეხლანდელი ადმინისტრაცია ცდილობს გადააბაროს ეს ყველაფერი ევროპას, მაგრამ არის შუა აღმოსავლეთი, სადაც ირანის მიმართ საკმაოდ ესეთი ხისტი განცხადებების კასკადი მოდის უკვე ფაქტიურად, თუ არა მოლაპარაკებები მაშინ ძალიან დიდ პრობლემაში იქნება ირანი. ერთი და მეორე ეს არის ტაივანის საკითხი, რომელიც ჩინეთის მიმართ ყველა იხედება და იყურება, რომ რეალურად ცოტა მეტი დრო რო გქონდეს, უფრო დეტალურად მოვყვევდი. 2004 წლებში გახდით საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი და მაქვს დაწერილი ანალიტიკური ბარათი მაშინდელი მინისტრისთვის კაბატონი სალომონ ზურაბიშვილისთვის ამერიკის დამოკიდებულებაზე ირანისადმი და ირანის ბირთვული პროგრამისადმი და დასკვნა იყო ასეთი, რომ
შეერთებული შტატები და ისრაელი მიიღებენ გადამწყვეტ ზომებს სანამ ირანი შექმნის ბირთვულ იარაღს. ეს არ იყო ის რაც ეხლა ხდება, ეს არ არის აუცილებლად ისეთივე ახირება ტრამპისა როგორც სხვა სფეროებში. ესე იგი სწორი მიმართულებით წავიყვანით ჩვენი დღევანდელი საუბარი წინასწარ ასე რომ კი არ ვაპირებ კონკრეტულად წინასწარმეტყველებას, მაგრამ თუ კი აღმოჩნდა, რომ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა აი ეს გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგეს იმისათვის, რომ ირანმა ვერ დაასრულოს ბირთვული პროგრამა, ეს გასაკვირი არ იქნება. მეორე უკვე ისმის შეერთებული შტატების პარტნიორების მხრიდან, კონკრეტულად ევროკავშირის მხრიდან წინადადებები უფრო რაციონალური და ორივესთვის ხელსაყრელი მიდგომისთვის, იმიტომ რომ როდესაც ტრამპმა გამოაცხადა ტარიფების ომი, ის ეხებოდა პრაქტიკულად ყველას, იმის მიუხედავად ჰქონდა ამ ქვეყნებს ტარიფები შეერთებული შტატების მიმართ თუ არ ჰქონდა, რაც შესაბამისად ლოგიკური გამოსავალი იქნებოდა უფრო სამართლიანი მიდგომა და დაბალანსება იმ ქვეყნების მიმართ ამ გამოცხადებული ტარიფების გაუქმება, რომლებსაც შეერთებული შტატების მიმართ არ აქვს. ანუ თეორიულად კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შებრუნებადია ეს მდგომარეობა, რადგან ის არ ემსახურება ამერიკელი ხალხის ინტერესს და ამას ძალიან მალე დაინახავს ალბათ. ევროპის მიერ უფრო დიდი წილის აღება საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვაში ჩემი აზრით მხოლოდ დადებითია და ვინც ამართლებს ხოლმე ამას ტრამპის სეული პოზიციებით, რომ ვიცით, აი ევროპა პარაზიტირებდა ამერიკულ უსაფრთხოებაზე, ეს არ არის არც სამართლიანი და არც მართალი საერთოდ. შეერთებული შტატების აი ეს სისტემა, რომელიც მე ვთქვი ევროპული ინტეგრაციის, ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, თავიდანვე იყო ჩაფიქრებული ისე, რომ ევროპა არ ყოფილიყო არც ბოლომდე ერთიანი და არც ბოლომდე დამოუკიდებელი შეერთებული შტატებისგან. ეს არის ძალიან არაგულწრფელი დამოკიდებულება და მართლა ავტონომიური ევროპა ამერიკისგან განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში აი თუ წინასწარმეტყველება გინდა, აგერ წინასწარმეტყველება, რომ ამერიკელებს არ მოეწონებათ არანაირად. დღეს ამისკენ ვითომ უბიძგებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არანაირად არ არის ამერიკის ინტერესში, რომ ევროპა გახდეს ბოლომდე დამოუკიდებელი და ავტონომიური უსაფრთხოების საკითხში, მაგრამ ჩვენ უნდა მხოლოდ მივესალმოთ, თუ ევროპა ითამაშებს უფრო დამოუკიდებელ და უფრო დიდ როლს უკრაინის დასაცავად და ამით საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მე დავასრულებდი იმით, რომ ჩვენ უკვე წლებია ისტორიულ შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან, რომ შეჩერებულია მიზეზებს მოვყვებით, შეჩერებულია საქართველოს გაერთიანება იმ ევროპული უსაფრთხოების სისტემაში, რომლის გარეშეც არც საქართველოს და ზოგადად არც მცირე ქვეყნები ჩვენნაირი არ არიან არანაირი ორმხრივი მოლაპარაკებით თუ გარიგებით პოტენციურ აგრესორთან დაცული. ერთადერთი მექანიზმი ჩვენნაირი ქვეყნის უსაფრთხოებისა არის ალიანსები. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ალიანსი დემოკრატიულ დასავლურ სისტემასთან, იმით რომ საქართველოს ანახოს საკუთარი ფასეულობა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური და აი ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვების პროცესში ვართ უკვე წლებია. კიდევ ერთხელ მე არ ვარ, ვთქვათ, მაინც და მაინც ძალიან პესიმისტურად განწყობილი, ჯერ არ დავიწყებდი მსოფლიო წესრიგის ქელეხისთვის მზადებას, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ამერიკული დემოკრატია მაინც ჯერ კიდევ ასრულებს გადამწყვეტ როლს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში და ამერიკელი ხალხის თვალწინ ხდება ის პროცესი, რომელიც წარმოაჩენს, რომ აი ის არასრულყოფილი ამერიკული წესრიგი თურმე ძალიანაც წაადგებოდა მათ ინტერესზე და მის გარეშე, რომ ბევრად უფრო სერიოზული საზრუნავი გაუჩნდება თითოეულ ამერიკას. მადლობა, დიდი მადლობა გიორგის. ნახოთ, ზუსტის უნდა ვიყოთ მზად, ამის შემდეგ ჩვენს მიმოხილვაში აუცილებლად იამბობთ სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად თუ გიორგისთანაც ერთად. გიორგის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მომავალ შეხვედრამდე.